ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა ქვეყნისათვის საფრთხის შემცველი არ იქნება, თუ კი მოლაპარაკებისას მხარეები საქართველოს ინტერესებს გაითვალისწინებენ. ეს განცხადება ეკაწყა შელაშვილმა უშიშროების საბჭოს ხდომის დასრულებისას გააკეთა. ხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრმა საბჭოს წევრებს ლარსის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გადაწყდა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება. ხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მესაზღვრების მეორე ხელმძღვანელს ეგ არის განსხვავებით, რომ ის რო ცხილის ვინც რომელიც თავარი ინფორმაცია მოწოდებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელიც წამყვან როლს ასრულებს ამისოთ, რომ მოლაპარაკებები იყოს წარმართული. დღესდღეობით რაიმე საბოლოო სახის გადაწყვეტილება მიღებული არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა რამოდენიმე მთავარი ფაქტორია, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ დაცული იყოს ბუნებრივია ქვეყნის საცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინტერესები, მათ შორის ეკონომიური ინტერესები, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, ისე როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის სასამართლოს ინტერესები. ამიტომ არის ძალიან საქმიანი, პრაგმატული დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან და თუ კი მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში წარმატებულად განვითარდება, მხოლოდ სასიკეთო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და არანაირად რაიმე საფრთხის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის ეს პროცესი არანაირად არ იქნება. ამ გადაწყვეტილებას ელოდება მთელი რეგიონის მოსახლეობა, მცხეთა-თიანეთის მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, მათი დასაქმება არის ამაზე დამოკიდებული. ამ გადაწყვეტილებას ელოდება ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები, ჩვენ არც მათთან უნდა გაუცვლოთ იმედი და რაც თავარია, საქართველოს საკუთარინებით თავის თავარ ფუნქციაზე უარი არ უნდა თქვას. შეხვედრაზე საუბარი კონფლიქტის ზონებში სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებას და ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებსაც შეეხო. სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს იმედი აქვს, რომ ევროკავშირის განცხადების შემდეგ ოკუპანტები ქართველ ბავშვებს გაათავისუფლებენ. ფანტაზიები და პოლიტიკური მოთხოვნები, მაგრამ ჩვენ უნდა მივიდეთ იმ მდგომარეობაში. განვიხილეთ, რომელი მიდგომები ჯობდა, იყო ამასთან დაკავშირებით საუბარი, შეირჩა პრიორიტეტული მიმართულებები, რას უნდა მიექცეს უფრო მეტად ყურადღება. ტირძნისზე ახალი ის არის, რომ ევროკავშირმა გააკეთა უკვე განცხადება, ოფიციალური წერილობითი განცხადება გააკეთეს და უკვე მიმართეს რუსეთის ფედერაციას, რომ გაათავისუფლონ დაკავებული ბავშვები. მე ვფიქრობ, რომ ახლა თუ რაღაცა ნამუსის ნატამალი მაინც შერჩათ რუსეთში, უნდა გაათავისუფლონ. ყველა ძალა, მათ შორის ოპოზიციურმა და სახელისუფლებო ძალამაც უნდა მონახოს რაღაც საერთო პოზიცია, რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების სადემარკაციო ხაზების მახლობლად მცხოვრებ რეგიონებს და მოსახლეობას, რათა ისინი არ გახდნენ ტერორის მსხვერპლნი და შევიწროვების და არ გახდნენ ამ სიტუაციის მძევლები.